გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ანალიტიკა ტრადიციულად ორშაბათს 4 საათზე, რომელსაც მე თენგო ომანიძე და მერაბ ჭიქაშვილი გავუძღვებით. დღევანდელ გადაცემას რაც შეეხება, გვეყოლება ასევე სტუმარი, ჩვენი მეგობარი, პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა. სანამ უშუალოდ გადავალთ გადაცემაზე, მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ, გამოგვიგზავნოთ შეკითხვები, გამოიწეროთ არხი, მოკლედ რა ფორმითაც შეუძლია ჩვენს ძვირფას მაყურებელს გთხოვთ, რომ ჩაერთოთ გადაცემის უშუალო მსვლელობაში. ჩვენი ძალიან გვეხმარება, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ახალი გადაცემების დაგეგმაში და უფრო საინტერესო კონტენტის შექმნაშიც. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სვანას და მაყურებელს, მადლობა ირაკლის, მივესალმებით ირაკლის. ჩვენთან გადაცემაში იღებს მონაწილეობას, ვფიქრობ საინტერესო გადაცემა იქნება, იმიტომ რომ გვახსოვს პირველი ჩვენი ირაკლისთან გადაცემა, მეტადინამიური იყო და პრინციპში მოდი ვთქვათ, რომ მე და შენ ამ შემთხვევაში არაფერი არ გვაფერხებს იმ გაგებით რომ რაღაცა პოლიტიკა და ჩვენ რაღაცა პოლიტიკურ არ წარმოვადგენთ და რაღაცა კუთხით ჩვენ მაინც თამამები ვართ რომ კითხები დაუსვათ რესპონდენტს ხოლმე და ირაკლი კი ბატონო ირაკლი წარმოადგენს შეიძლება პოლიტიკურ პარტიას სოფლო მშვიდობისთვის მაგრამ მაინც მეტწილად ჩვენ მას როგორც პოლიტიკოს ანალიტიკოს და სადღაც ჩვენ ერთი ასაკის ხალხი ვართ მოკლედ და რაღაცებში უფრო მეტად გამოგდის. სხვა შორის ვიდრე დავიწყებდეთ ჩვენ გადაცემას, რადგან ვახსენეთ თქვათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის, კი უნდა ვთქვათ რომ სხვა შორის უკვე 40,000 გადაცდა ხელმოწერების კამპანია სხვა შორის რომელიც დაიწყო, სადაც იღებს პარტია მონაწილეობას და პლატფორმა თავისუფალია რუსეთ-საქართველოს დიალოგის აღდგენაზე, სხვა შორის თვითონ ეს manifest G-ზე გამოქვეყნებული ეს ხელმოწერების აქტი შეიძლება ითქვას რომ რაღაცა აღმოჩნდა სრულიად რაღაც უპრეცედენტო, იმიტომ რომ ძალიან უახლოეს მომავალში ერთი თვეც არ გასულა, მე მგონი თუ 2 წლები 40,000-აცდა და ეს ძალიან საინტერესოა. სხვა შორის რეკლამის გარეშე. ჩვენ სხვათა შორის მე ერთი გადაცემა დავუთმოთ ამას და ცოტა კრიტიკულადაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კითხები დავსვათ. ძალიან საინტერესოა როგორ ახდება რანაირად. იქ არის ბევრი მithქმა რომ აი ეს ოცნებას მხარს უჭერს ამ კამპანიას და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ძალიან საინტერესო თემაა და წარმატებები სხვა შორის მაგრამ აკვირვებს ხოლმე სხვა შორის ოცნებას მხარს უჭერს ის ამ შემთხვევაში ეს კი არ აღნიშნულობა ვიღაცა ზოგი პოლიტიკური ჯგუფი დაუჭერს, ზოგი არ დაუჭერს მხარს. თვითონ თემა არის ამ შემთხვევაში საინტერესო, რომ ყოველგვარი რეკლამის გარეშე ხდება, ხო? ეს აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორგანიზების ხარისხი რამდენია. თავარი არის და მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ის, რომ საზოგადოებაში არსებობს ეს განწყობა, ხო? რომ რუსულ-ქართული დიალოგის აღდგენის, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი ფორმა. მოდით შევთანხმდეთ რამეზე, რომ დიალოგი არის მშვიდობიანი ფორმა და ამ თემასაა ამ შემთხვევაში მხარდაჭერა. ამაზე ჩვენ უფრო მერე ვისაუბრეთ, მოდი ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყოთ უკვე ირაკლისთან საუბარი და ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან აი ეხლა საუბრობ ჩვენ მაგალითად პოლიტიკოსთან, ანალიტიკოსთან, პოლიტოლოგთან, მით უმეტეს ვახსენეთ რუსეთ-საქართველოს თემებიც, მაგრამ საერთოდ გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ჩვენ დღევანდელ გადაცემაში არაერთი საკითხი გვექნება გამოტანილი და მართლა საინტერესოა, ბევრი რამე მართლდება, რასაც ადრე ირაკლი იძახდა და ამბობდა ჩვენთან გადაცემებშიც და ისედაც, ხო, მის ნაშრომებში ან ასე შემდეგ, ხო, იგივე თქვა სოციალური ქსელი იქნება სხვადასხვა, მაგრამ მოდი ახლა მივყვეთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის ფორმატს და ირაკლისგან გავიგოთ უფრო მეტი მართლა რა ხდება რეალურად. თუმცა რაღაცა headline-ი დღეს არ გვინდოდა რა გამოგვეტანა ეგ headline-ი, მაგრამ არ იქნება თქვა ურიგო რომ ჩვენ თავიდანვე თქვა თენგო და ამას ვამბობთ კიდევაც. ჩვენ ვართ მშვიდობის მომხრე. სოლიდარობის სტუდია დაწყებული დაარსების დღიდან აქ მოსული ყველა ადამიანი პარტიული, არაპარტიული, ზეპარტიული არის მშვიდობის მომხრე, მაგრამ დღეს რაღაცნაირად დავფიქრდით რომ მოდი არ გამოგვეტანა, მაგრამ headline-ი სამწუხაროდ და საერთოდ მოსაზრება რომ არის თუ არა ქვეყანა მსოფლიო მისული ის კი არა მესამე საამულო თუ საამულო არ იყო და მესამე მსოფლიო ომამდე, არამედ ბირთვულ დაპირისპირებამდე. აი ჩვენ ნენელა ყველა თემებს გავყვებით, მაგრამ დავიწყოთ ახლა მე უკვე გაზრდავ შენ გიბრუნებ ამ შემთხვევაში სიტყვას და დავიწყოთ როგორ გვაქვს გათვლილი დღევანდელი გადაცემა. პირველ რიგში გვინდა შევეხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს, ლოს-ანჯელესში ძალიან დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო
უკანონო მიგრანტების ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ ადამიანების, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მათი მოძიება, გაძევება ქვეყნიდან, რეიდების ფორმით კეთდება ეს და ამას მოყვა უკმაყოფილება კონკრეტულად ლოს-ანჯელესში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, შეტაკებები ასევე სამართალდამცავებთან 2000 ჯარისკაცი გაგზავნა ტრამპმა ასე ვთქვათ ვითარების რეგულირებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და რომლებიც ასახავს ლოს-ანჯელესში მიმდინარე პროცესებს. დიახ, ეს არის ვითარება, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ამ დროის მონაცემებით, როგორც ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, დაახლოებით 50 ადამიანი, ცოტა მეტი არის დაკავებული უშუალოდ აი ამ პროცესში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ, რაც არის ამას ერთგვარი დაპირისპირება მოხვა თვითონ ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის გუბერნატორმა უწოდა დონალდ ტრამპს დიქტატორიც ამის გამო, უბრალოდ ესეთ ფორმულირებით თქვა, რომ ესეთი ნაბიჯები უფრო გავს დიქტატურას ვიდრე დემოკრატიას და ამას მოყვა დაპირისპირება, როგორც თქვით, თვითონ ტრამპის ადმინისტრაციასა და სხვა პოლიტიკურ ცენტრებს შორის. საინტერესო არის ისიც, რომ ტრამპი საუბრობს ნიღბების აკრძალვაზე. ეს საქართველოსთვის არის ალბათ ჩვენ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დიდი ამბავი მოაყოლეს აქ, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ დააინიცირა საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარების აკრძალვის შესახებ ინიციატივა და ეს ითქვა, რომ ეს უპრეცედენტოა და მსგავსი სამყაროს არ ახსოვს და ეს არის პირდაპირ დიქტატურის გაფორმება. შეერთებულ შტატებშიც ახლა დონალდ ტრამპის ბრძანებით ხდება ამ ყველაფრის აკრძალვა. საინტერესოა სანამ უშუალოდ მოვისმენთ ტრამპის კომენტარსაც, რომელიც ასევე მომზადებული გვაქვს, აი ირაკლი შენთან ეს კითხვა გვექნება. მიგრაციის საკითხები, როგორც ჩანს, არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ამერიკული საზოგადოებისთვისაც, ხო? შეიძლება იყოს ეს სისტემა, რაზეც გასკდება, ასე ვთქვათ, რაც გახეთქავს ამერიკულ საზოგადოებას, გახლიჩავს ორად და რაზეც შეიძლება სერიოზული შიდა დაპირისპირება დაიწყოს ამერიკაში. ტრამპის მოსვლით ხელისუფლებაში ელიტური სტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. პოლარიზაცია მოხდა ელიტური სტრუქტურის. ვინაიდან ნებისმიერ საზოგადოებაში ელიტური სტრუქტურა ასახავს სოციალური სისტემის შემადგენელს. რისი თქმა მინდა, ყველა ელიტას ნებისმიერ საზოგადოებაში ყავს თავისი დასაყრდენი. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საერთოდ ამერიკული საზოგადოება, ამერიკული სოციუმი არის ძალიან დიფერენცირებული, პოლარიზებულია, ასე რომ ვთქვათ. ერთი ნაწილი რომელმაც ხარი დაუჭირა, ასე რომ ვთქვათ, შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტის არჩევას, ეს გახდათ უფრო აი რეალისტურ კონცეფტზე, ტრადიციულ კონცეფტზე აგებული საზოგადოების ერთი ნაწილი და მას უპირისპირდება აი ლიბერალ გლობალისტების მეორე ნაწილი, რომელიც საზოგადოებაშია, ამერიკულ საზოგადოებაშია. შესაბამისად, ეს იწვევს დაპირისპირება, ჯერ ელიტურ დონეზე შეიქმნა ეს დაპირისპირება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის და ეხლა ის ფართოვდება და გადადის უკვე მასებში. ნუ ამის ამსახველია ეს ფაქტები, რაც ხორციელდება. კი, გასაგები ხა იმიგრანტებზე მიდის საუბარი, თუმცა ნუ ზოგადად თუ ავიღებთ შეერთებულ შტატების ისტორიას, ეს ემიგრანტების ქვეყანაა. ემიგრანტებმა შექმნეს ამერიკა. კი, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ეს ემიგრანტები, ეს მიგრაციის პროცესი ზოგადად და მათი მსოფლმხედველობა ვინ ჩადის, ხო? ეს არის წმინდა გლობალისტური რომელთა მთავარი არსი ეს არის პირადი კეთილდღეობაზე ულტრა ინდივიდუალისტური, რაც თავის თავში მოიცავს გლობალიზმს. მათ მოიცა ინდივიდუალისტური აზროვნება გაქვს ადამიანს, მისთვის თავარია შენ თვითონ ინდივიდმა მიიღო მატერიალური კეთილდღეობა. მნიშვნელობა არა აქვს ახლა რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს, შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან. შესაბამისად, ესენი როგორც ვიცით ჩვენს, ხო, ეს ემიგრანტები
და ის ადამიანები, რომლებიც ამ გლობალისტური სამხედველობით არიან, მხარს უჭერდნენ ყოველთვის დემოკრატიულ პარტიას. შესაბამისად, ამ შიდა ელიტურმა დაპირისპირებამ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის, დღევანდელ ადმინისტრაციას შორის, კონკრეტულად რო ვთქვა, გამოიწვია ის, რაც ხდება დღეს ლოს-ანჯელესში. ეს ძალიან რთული პროცესი ამის ისტორიას, ხოთაშორის კი სხვადასხვა ფორმატით, თუმცა არის სამოქალაქო მის ისტორია გვაქვს 60-65 წლებში. და ის ამერიკას კი ბატონო. სამხრეთული შტატები გამოიყვნენ მაშინაც 61 წელს, სამხრეთული შტატები გამოიყვნენ და შექმნეს ზღვარი კონფედერაცია თუ ამ დაგვარი, ხო? კონფედერატების ძალები, რომლებიც დამარცხდნენ მე. დამარცხდნენ 65 წელს კი ბატონო, ზაფხულში დამარცხდნენ. და მე ვაშინგტონის ცნობილი კი ბატონო. აი დაახლოებით იგივე პროცესია, ძალიან რთული პროცესია. ეს ფაქტობრივად რო ავიღოთ ჩვენ ამ გლობალისტების ეხა კონტრრევოლუცია ვერ დაარქმევ ამას, მაგრამ დაახლოებით შეიძლება უწოდოთ ასეთ ჭრალებში, რა კონტრრევოლუციური შეტევა დღევანდელ კონსერვატიულ ადმინისტრაციაზე. ამას შეიძლება გამოიწვიოს ორი რამ. ან შეერთებული შტატების დიდი ალბათობით, ეხა 100% პროგნოზი ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი შეერთებული შტატების დაშლა, ან მეორე პროცესი ტრამპის ადმინისტრაცია ამ ხელისუფლების დამხობა. ნახოთ აბა ტრამპის ხელისუფლება როგორ დაიწყებს და რა სტრატეგიას აირჩევს ამ გლობალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაზე ეს ყველაფერი დამოკიდებულია. მოდი ნახოთ ტრამპის კომენტარისაც. ამერიკული სისტემა, ზოგადად ამერიკული პოლიტიკური სისტემა ისე არის სტრუქტურირებული, რომ იქ პრეზიდენტის ძალაუფლება კი გასაგებია საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, თუმცა ძალთა ბალანსები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და ინსტიტუტებს შორის ისე გადანაწილებული პრეზიდენტს ერთპიროვნულად მართვა ძალიან უჭირს და გაუჭირდება. შესაბამისად მე ვთვლი რომ ტრამპს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას და მას მოუწევს გარკვეულ საკითხებზე უკან დახევა. აი მაგალითად ჩვენ ვიცით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჯერ ამბობდა 24 საათში დაასრულებდა, მერე ამბობდა რამოდენიმე თვეში და ასე შემდეგ. თუმცა არა დაასრულდება. მოდი ვნახოთ ერთი ვიდეო და ზუსტად აი ემაზე მინდა. ვიდეოს შემდეგ მე დავსო უფრო კონკრეტულ კითხვას აი ჩაგეკითხები. კარგი, შენ ირაკლიმ თქვა კიდეც რომ რა სტრატეგიას აირჩევს, მე მგონი სტრატეგია რა ირჩია ტრამპმა მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად ჩანს სწორედ ამ ვიდეოში გაუშვათ დონალდ ტრამპის კომენტარი. ლოს-ანჯელესში შესრულებული სამუშაოებისთვის დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ რადიკალი მემარცხენეების პროტესტები შეწყნარებული არ იქნება. ამასთან ტრამპი აღნიშნავს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე არაკომპეტენტური უწოდა კალიფორნიის გუბერნატორსა და ლოს-ანჯელესის მერს. როგორც დონალდ ტრამპი წერს, ისინი ვერ გაუმკლავდნენ ამოცანას, ისევე როგორც ვერ გაუმკლავდნენ ხანძრებს. ტრამპი ასევე წერს, წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული. ასევე ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ, წერს შტატების პრეზიდენტი. ალბათ გასაგებია რა სტრატეგია აირჩია ტრამპს. კი ბატონო. აი ძალიან საინტერესო ერთი რამე ირაკლი, აი ვიდრე მეტყოდე, მე უფრო ჩაიკითხები და შენ ახსენებ. აი მოდი დავიწყოთ ისტორია ერთია კი ბატონო, მართლა ისტორია მეორდება ყველგან შეიძლება ითქვას და ამერიკის შეერთებულ შტატების შემთხვევაში თუ სამოქალაქო ომები ძალიან სწორად მოიყვანა მაგალითი და მეტიც ყველაფერს თავი დავანებოთ დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად ვაშინგტონი რომელიც ფულზეც არის გამოსახული მას არც ერთი ომი არ მოუგია ისაც შეგინთ იყო მაგრამ იმ ხელ ავტორიტეტი ჰქონდა რომ სწორედ ამ სამოქალაქო ისტორიების დიდი ბექგრაუნდის მატარებელია მოკლედ ეს კაცი მაგრამ მოდი დავბრუნდეთ ტრამპის შემთხვევაში. ტრამპს წინა საარჩევნოდ მეორე ვადის დროს ჰქონდა მე ჩამოთვლი თუ რამეა შემახსენე და მით უმეტეს ირაკლი შეგვახსენებს. ტრამპს ჰქონდა სამი ძირითადი დაპირება. პირველი ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის გაჩერება და შენ კარგად ახსენე და ამბობდა რომ მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავი საერთოდ ეს არ დაიწყებოდა. მე 24 საათში დავამთავრებდი. მე ნუ ერთ თვეში დავამთავრებ ასე შემდეგ. მეორე დაპირება მისი იყო რომ ის აუცილებლად მიგრაციის საკითხებს მიხედავდა და ვიცით ცნობილი მექსიკის კედელი ჯერ კიდე პირველ ვადაშიც მას ეს ამბობდა ცნობილი და რომ მიგრანტებისა და მესამე იყო ინდუსტრია ამერიკის აყვავება ეკონომიკის პირველ საფეხურზე დაბრუნება. ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ ეს არის მისი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილის შესრულება რაც ლოს-ანჯელესში ხდება ტრამპს გარდა იმისა რომ ის თავის დანაპირებს ასრულებს გეოპოლიტიკურადაც მას მოუწია კიდევ უფრო მეტი ძალის დემონსტრირება არ ვიცი
მოუწია უფრო მეტი ძალის დემონსტრირება, რომ შიგნით ცოტა უფრო გაიმყაროს, იმიტომ რომ ერთია ჩვენ ვიცით ხო რაღაცა თქვი და რაღაც არ გამოდის, იქ კიდე არის შიდა დაპირისპირებებიც, მაგრამ მას ახლა თავარი უთანხმოება აქვს გუბერნატორთან, რომელიც ასევე ის ადანაშაულებს, რომ ეს არის დიქტატორი და ასე შემდეგ. ანუ რა ამერიკის, ანუ ტრამპის უშუალო აი რაღაც არის სიტუაციები, როცა სხვა გზა არ აქვს მას უწევს კიდევ უფრო ძალის დემონსტრირება შიგნითაც და შემდეგ გარეთაც. მისი ერთ-ერთი დანაპირებია, რომ ამერიკის პრობლემა არის მიგრაცია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ამერიკის. მერე გადავიდეთ საკითხებზე, ზოგადად მიგრაცია არის ისი პრობლემები აქეთ ევროპის კონტინენტზე და ჩვენთან სამწუხაროდ რას გვიზავს ხო წარმოგვიდგენია. ანუ რა სტადიაშია ის ასრულებს თავის ერთ-ერთ დანაპირებს თუ ის ისტორიულადაც და ისედაც მას უწევს რომ კიდევ უფრო მეტი ძალის დემონსტრირება. ეს პროცესი მაუნა ჩაახშოს ყველანაირად სამართლებრივად, იმიტომ რომ მას დანაპირებიც აქვს ის რომ მიგრანტებისგან გაწმენდას. იცით რა, ძალიან კარგი შეკითხვა. ამერიკის შეერთებული შტატების ეს საზოგადოება, რაც ბოლო არჩევნებმაც კი გვიჩვენეს, ხო? მკვეთრად არის, რაც აღუნიშნე, მკვეთრად პოლარიზებული საზოგადოება. ეს არა მარტო ქუჩაში მდგომი ემიგრანტებს ეხება, არამედ სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებსაც. რაც უფრო მწარედ მიაწვება და ის ცდილობს ძალიან მკაცრად გადააწყვეტოს ალბათ, ჩანს, რომ ეს თემა. შესაბამისად, ამან ზუსტად ამიტომ ამბობ სამოქალაქო ომის საშიშროებაზე შეერთებულ შტატებში. ამან ამ სოფხედველობრივმა დაპირისპირებამ ყველა უწყებაში, რომელიც არის, ეხლა რამოდენიმე თვეა და 6 თვეში და 5 თვეში ვერ შესული, ვერ მოახდენ, ხო? ამის გარდაქმნას, რეფორმირებას, ახალი კადრებით მათ ჩანაცვლებას. შესაბამისად, იმ სტრუქტურებში თუნდაც ძალოვანი იქნება თუ არაძალოვანი სტრუქტურები. ძალიან ბევრი იქნება, ნახევარი მინიმუმ, როგორც ჩვეულებრივ საზოგადოებაში, ხო? ნახევარი მინიმუმ იქნება ამ დემოკრატიული, ამ გლობალისტური მსოფლმხედველობის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას ღებულობენ ამ სახელმწიფოს მართვაში. აი ბიუროკრატებზე გვაქვს. კი ბატონო, საჯარო სექცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს რა, თვითონ გახლეჩა ძალოვან სტრუქტურების შიგნით გახლეჩა შეიძლება გამოიწვიოს. მსოფლმხედველობრივად ერთი ნაწილი დადგეს ამ გლობალისტების ღარეს დღეს ვინც გამოდის და აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებებს, ხო ტრამპის გადაწყვეტილებებს. ამან დაპირისპირებას თვითონ ძალოვან სტრუქტურებში. ეს იწვევს უკვე იარაღის ღარუნს და საშუალო ერთი რამ სწორად ახსენა, მე არ მინდა წლების შემეშალოს, მართლა მიგრანტების უდიდესი ნაწილი, ჩვენ არ ვამბობთ უბრალოდ იმ მიგრანტებზე, რომლებიც შემოდიან და ანუ უსაქმურად არიან დღეს არის როგორ დავარქათ, ხო რაღაც ნაწილი, რომელიც დანაშაულიც კმაყოფაზეა ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არამედ ძალიან ბევრი მიგრანტების ნაწილი არიან საჯარო სამსახურებში დასაქმებულები და ბიუროებში, ასე ვთქვათ. გერმანიის მაგალითზე ძალიან იგულისხმება. რა მინდა მაგალითი მოვიყვანო. დაახლოებით 10 წლის უკან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტაქსის მძღოლად მუშაობა რო დაგეწყო, ანუ რაღაც ბარიერები არის რა. მეტი წილი იყვნენ, ანუ რო გენახა ტაქსისტების უმრავლესობა იყვნენ, კი ბატონო, მიგრანტები ჩამოსულები, მაგრამ ეთყობოდათ რომ გამოგეკითხა ხო, ყოველი მეხუთე ან რაღაც გეტყოდო რა ეთიოპიელია. და მიზეზი რა იყო, იცი? მაშინ სატრანსპორტის მინისტრი, სამინისტროთ როგორც არის რა, აი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თუ რაღაც იყო ეთიოპიელი წარმოშობა. როგორც ჩანს ნეპოტიზმი არის. ხო, ანუ რატომ ვამბობ, ანუ აი ეს რაც ირაკლიმ თქვა, ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ქუჩაში დაწყებულს, იმიტომ რომ შეიძლება ქუჩაში დაწყებული იქ ჩაახშო, მაგრამ ეს თუ სტრუქტურა წავიდა და რაღაცა თუ ტრამპს დაპირისპირება აღმოუშთა საკუთარ გუნდში იგულისხმება არა პარტია, არამედ იმ სტრუქტურებს, სადაც არიან დასაქმებულები ესენი, ხო? აქ რა თქმა უნდა პრობლემა იქნება, ანუ სამოქალაქო ომის თემებიც ხო ასე იწყება. კიდევ საკითხს გამოყოფდი ამ ხრივ და აი აქაც საინტერესო იქნება ირაკლის აზრი. მე რასაც ვხედავ აი ამ პროცესს ერთადერთი რაც ახლა აკლია რომ ეს გადაიზარდოს სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, არის რომ ტრამპს არ ყავს ალტერნატივა. თვითონ შიგნით. ვინმე არის აი ესეთი ამერიკის პოლიტიკაში დღეს, ვინც შეძლებს რომ აი შექმნას ტრამპის ალტერნატიული ძალის ცენტრი, ასე ვთქვა. აი იგივე დემოკრატებში, რომლებიც არიან, ხო, მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების ამ შემთხვევაში, ვინ არის ისეთი, ვინმე ჩანს ისეთი, ვინც შეძლებს რომ ტრამპს შეუქმნას სერიოზული ოპოზიცია შიგნით. ჯერჯერობით ეს წინააღმდეგობები, რასაც მე ვხედავ და რასაც ალბათ ტრამპი ძალიან კარგად გრძნობს, შეიძლება ეს იყოს ქუჩაში დაპირისპირება, სადღაც ეთერში ვინმე რამე განცხადება გააკეთოს, ი გუბერნატორს რაღაც არ მოეწონოს, მაგრამ აი ამას რაღაც ისეთი ორგანიზებული სახე არა აქვს, რომ აი ორგანიზებულად არსებობდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, ცენტრი, რომელიც ეწინააღმდეგება აი ამ ტრამპის პოლიტიკას, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეთი არ ჩანს, არა? დემოკრატია არის, მაგრამ ლიდერი ვინ არის ეგეთი? აი იქ ისეთი სისტემა, ახლა პარტიის ლიდერი და რაღაცა ასეთი ტიპის გამოკვეთა, ეს არ არის. აი მაგალითად აღმოსავლეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მისული ქარიზმული რაღაც ლიდერზე ორიენტირებული საზოგადოებებია. იქ პოლიტიკური სისტემა ინდივიდუალისტურ იმის პირობებში, ხო? აი ლიბერალური ინდივიდუალისტური
აზროვნების პირობებში პარტიული სტრუქტურა და სხვანაირად არის ფორმირებული პარტიული სტრუქტურები ზოგადად. პარტია ჩვენ ვიცით ის რას ნიშნავს პრაიმერიზები და ისინი რო ტარდება. იქ შერჩევა ხდება უბრალოდ და ახლობებით ხა ერთპიროვნულ ლიდერს იქ არ ვიცი. ტრამპი ხო არის აქეთ მხარეს ერთპიროვნული ლიდერი რესპუბლიკაში. რატო გონიათ რომ ლიდერია? ნუ ყოველ შემთხვევაში ფრონტმენი ეგ არის. პრეზიდენტია და შესაბამისად ის პრეზიდენტებაშიც იღებს ეგრეთ წოდებული აი ეს ხმოსნები, რომლებიც კი გადაწყვეტილებებს გავს სტალინსაც ყავდა რაღაცა ორგანიზაციაზე ეკითხებოდა სისტემა იერარქიული, მკვეთრად იერარქიული საბჭოთა სისტემა მკვეთრად იერარქიული სისტემა იყო. ის სისტემა არის ძალთა ბალანსზე აგებული სისტემაა შეერთებულ შტატებში. შესაბამისად რაღაც აი ჩვენ გვაქვს წარმოდგენა რომ აი ჩვენთან რადგან ლიდერზე ორიენტირებული საზოგადოებებია და ლიდერს დავინახავთ ქარიზმულ ლიდერს და მთელი 90% რომ მიყვება ქართული საზოგადოების გადაგვარჩენსო. მაგ შეერთებულ შტატებში ცოტა სხვანაირად არის, გესმით? იქ სოფხედველობრივი ერთი მეორე წმინდა მატერიალურ თვალსაზრისიდან რა მოგებას მოუტანს ესა თუ ის ლიდერი მას მისი გაპრეზიდენტება თუ ხელისუფლებაში მოსვლა ამაზე სერიოზული მსჯელობებიც მინდის ნუ ამერიკულ საზოგადოებაში მე არ გეუბნებით ეხლა იქ სისტემა არაპირდაპირი არჩევნების ის არის ხო მთელი მასებში ხა პოლიტიკურ პროცესის შესწავლას ვერ მოვთხოვ ჩვენ არავის თუმცა ის ელიტები რომლებიც არიან და მათი მხარდაჭერა რაღაცა ჯგუფები ხო მათ მკვეთრად განსაზღვრული ისინი აქვს სოფხედულობრივი ორიენტირები და ამის მიხედვით ხდება არჩევა ამა თუ იმ ელიტაში დაბუდებული ადამიანისა. იქ მკვეთრად ისე აი პრაიმერიზ ზუსტად ამის ნიშანია შეერთებულ შტატებში რომ არ მოხდეს ერთპიროვნულად რომელიმე პარტიის მიბმა რომელიმე ლიდერზე. ნუ ვითომ ისინი თვლიან პოლიარქიული სისტემებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. შესაბამისად ტრამპი ცდილობს ერთპიროვნული ის გახდეს. ეხლა მისი ქმედებები ცდილობს რომ გახდეს. თუმცა როგორც ჩანს თუ ეხლა ერთი მომენტიც იყო ეხლა ხან იყო თუ არ ვწდები თუ როდის არის დაბადების დღე ტრამპის არ ვიცი სამწუხარო თუ საბედნიერო ეს აღლუმს ატარებს არა აღლუმს ატარებს იმ დღეს კი სურვილი ქონდა ხო იყო ამ საუბარი აღლუმი ჩაეტარა რომის რესპუბლიკის ეპოქიდან რომის იმპერიის ეპოქაზე გადასვლა მაგას აქვს მაგას აქვს კაცრი ძლიერი ლიდერის ლიდერზე გადაფორმატირების რაღაც მცდელობა აქვს. მაგრამ ეხლა იგი იულიუს კეისარია კონტროლი მაინც არის რომ დიდი ერთპარტიულიდან ერთპიროვნული დიდხნიანი მმართველობა არ იყოს, მაგრამ არის მეორე რაღაც ამერიკაც ცნობილია ნეპოტიზმით, ხო? ხა თუ გავიხსენებ. ლობისტური სისტემა. რა ვიცი, ძმები, ხო, ლობიზმით და ნეპოტიზმიც ახლა რა ვიცი, ძმები პრეზიდენტები. ძმები პრეზიდენტები, რა ვიცი, ოჯახები და ასე შემდეგ. ცოლ-ქმარი, ხო, არა, ის რა, საერთოდ ელიტოლოგიაში ამერიკული ხო, და ეს მაგის კითხვა მიდოდა, სწორედ ეს ელიტების, ეს ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, ამერიკული პოლიტიკურ სისტემის კვლევა განხორციელდა. და ერთ-ერთი ელიტოლოგი ასე რაღაცას დასკვნა სხვათა შორის ეს არის ცოტა ძველი არა, მაგრამ ამოდენიმე წლის წინანდელი კვლევა. ელიტაში რეკრუტაჟი ელიტის შიგნით ხო ხდება, ნუ 5%-ის შიგნით ხდება, საზოგადოების 5%-ის შიგნით. არის რაღაცა ჯგუფი შექმნილი და არის ასე დემოკრატიის რეალისტური კონცეფცია, შუმპეტერია, ექსარტორია, მის ავტორები რა და წარუდგენ ელიტა რაღაც ფორმირდა ნუ ხდება გადაჯგუფება, ან ერთი ლიდერი წამოან, მეორე ლიდერი თვითონ ამ 5%-ის შიგნით შესაბამისად ეს ამომრჩეველი ატარებს, ასე რომ ვთქვათ, სანოტარო კანტორის ფუნქციას. აი მაგალითად შეირჩა მერაბი სიტყვაზე და თენგო, ხო? მე როგორც ამომრჩეველი ამ ორში მაქვს მარტო არჩევანი. მარტო იმას ვირჩევ, რაც მენიუში წერია. აი შუმპეტერს აქვს ძალიან კაი განსაზღვრება ელიტებს დემოკრატიაზე. ხო, მაგრამ ეს ხო ყველგან ეგრე მუშაობს. აი, ელიტებს შორის ძოლა ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად. იმ ამომრჩეველს ვინმე უკრძალავს ან კანონით. სხვა არავინ არ არის. თვითონაც გახდეს ელიტის კაპიტალისტურ სისტემებში. როგორ გახდეს ფული თუ არ გაქვს ამერიკის შეერთებული შტატებში. ამ ელიტების უკან ძალიან დიდი ფინანსური წრეები დგანან. ერთი არის დაუშვათ სამრეწველო კომპლექსი, მეორე ფინანსური ელიტა. აი საბანკო სისტემაა და ისინი აფინანსებენ სულიან. უნარიც ეგ არის ზუსტად რომ ამ რთულ ყველგან ეგრეა, ყველგან სისტემაა ჩაკეტილი, მაგრამ თუნხარ მაგარი შეძლებ რომ აი ამის მიუხედავად ინდივიდუალურობა შეძრეა. კი, მაგრამ პოლიტიკური ნებაშერება კონდეს, მაგრამ გარემო ცალკე აიღო პარტია დააფუძნო და ხალხი მოგვიცილდეს შენ და აგირჩიონ, ეს წარმოუდგენელია. ეგ ყველგან ეგრე არის. სისტემა ყოველთვის არის ჩაკეტილი და წარმოგიდგენია ახლა საქართველოში რამდენი მილიონი იხარჯება წინასაარჩევნო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამდენი დაჭირდება. ამდენი მილიარდები რაც ჩანს ვიცით ხო პარტიები აიღე ნებისმიერი პარტია მოდი შევიდეთ ახლა გავიაროთ ვინ რამდენი დახარჯა რაც ნათელია და მივხვდებით რა იხარჯება და სახელმწიფო რას ხარჯავს ეს კი სხვა თემაა და შეერთებულ შტატებში ისგან მილიარდებზე იქნება საუბარი თუმცა იცით აი თქვა ჩვენ აი ამერიკის და ტრამპის თემას რომ აი მე რის თქმა უნდა იცი და როგორ მინდა კითხვა დავსვა რომ ტრამპი რაღაც აი იმ მოედანზე სადაც კარგად გზნობს თავს იქ თითქოს პირდაპირიც არის აი როგორ ვთქვა აი ამერიკელებთან მიმართებაში პირდაპირია რა მიგრანტებთან დაკავშირებით ის ძალიან პირდაპირია გუცფერია თქო ხო ხისტია ამას გავაკეთე მაგრამ ეხლა რა მინდა ცოტა გადმოვიდეთ რუსეთ უკრაინის კონფლიქტზეც და ზოგადად ისე ტრამპის როლზე ეს თქვა ტრამპთან და აი ამერიკასთან დაკავშირებით იმიტომ გვახოლმე და იმიტომ უთმობთ ამ დროსაც რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამ ქვეყნის პოლიტიკური ვითარება პირდაპირ აისახება მთელ ფაქტია და ხო ფაქტია და ჩვენც ამაზე ჩვენსაც გავლენას იქონია რაც არ უნდა ვიზახმალის ამბებში შეიძლება ხდებოდეს და არ უნდა მოხდეს შეიძლება არ კონდეს ამას ვირა არა მაგრამ ხო რაღაც და ანუ ტრამპი თავის ნათქვამში თავის დანაპირებში ამ საკითხში ხისტია პირდაპირია და ის გადავიდა ქმედებაზე ერთი შეიძლება თქვა ერთი რაღაცა. თქვენ განაცხადეთ სამი რაღაცა საარჩევნო. კი ბატონო. ის ცდილობს ამის განხორციელებას. ამ სამი რამის გამო აირჩია მან ამომრჩეველმა ეს კაცი, ხო? და თავის ამომრჩეველში რეიტინგი რო არ დაკარგოს და თავის დანაპირების შეასრულოს, აი ამიტომ ცდილობს ამის განხორციელებას. ამ დანაპირების რეალიზაციას რეალობაში. ეს როგორ გამოის სხვა საკითხია. ამიტომაც ძალიან კარგია რომ თქვა რაღაცა, ანუ ზუსტად ამის თქმა მინდოდა მეც, მაგრამ ანუ თქვა ამ კაცმა რომ ერთ-ერთი არის ეს მიგრანტების თემა. მეორე ნაწილზე ვთქვათ, ინდუსტრიასთან დაკავშირებით ფასების და იმ მანას მოვიდა თუ არა დაიწყო. კი, ქონდა რაღაც ჩიგ უთანხმოებები, რაღაცები, მაგრამ აქაც ხისტი იყო. რა პრობლემა აქვს მაშინ და ეხლა მე კითხვასო. თუ მეჩვენება შეგიძლია მითხრა და ანუ საზოგადოებრივად სამი დანაპირები ქონა. პირველი ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის გაჩერება და მე გავხვდები და მაგას რაჯობია. სოფლიო მშვიდობის ლიდერი, ამას გავაჩერებ. მეორე იყო მიგრანტები და მესამე თქო ჩიდა ამერიკის ეკონომიკა, ინდუსტრია. ამ ორ საკითხზე ის ხისტია, ყველაფერი პირდაპირ აკეთებს, გააკეთა. რაში ხედა, რა ხდება იმაში თავის პირველ დანაპირებში, რომ ამ ომს გააჩერებს და ვერ ჩერდება, ან და რატო არ არის? აი ხანდახან ტრამპი გამოდის და საერთოდ რაღაცას იძახის ძალიან მშვიდი ლაპარაკი მქონდა ძალიან მაგარი ლაპარაკი მქონდა პუტინთან მან მოიკითხა ჩემი ცოლი ხუმრობს კიდევაც ანუ მართლა იგზნობა რომ რაღაცა ის არის მეორე წამს შეიძლება იყოს მას ქონეს სადმე გამოსვლა რომელიღაც ეთერში და ის რადიკალურად აგრეთიკებს პუტინს დაუწესებს სანქციებს მაგიმე თუ არ მომისმეს რა ხდება ირაკლი ამ შემთხვევაში აი რას ფიქრობ შენ მართლა სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა ეს ამ კონფლიქტის მოგვარება თუნდაც იმ დონეზეც რომ პუტინიც ხა მასაც უგდებს რაღაცა ანუ ისიც უდასტურებს ხო პატივისცემას ხა ესე არ არის ჩვენ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს ვიძახოთ აი ჰანიბალი დიდი ხნის განმავლობაში იმათ რომ არ ჩაითვალათ მოწინააღმდეგეთ მასაც არ იყო ხო თუმცა ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო მაგრამ რაღაცებში მეორე კონკურენცია მტრებიც ერთმანეთს რაღაც თuliდნენ სულ რომ მტრები იყვნენ ეს ორი ადამიანი პუტინიც მას ელაპარაკება 2 საათი 1 საათი უთulis რაღაცა პირობებს უქმნის მაგრამ რატო ვერ ხერხდება და რატო ვიღებთ იმას რომ კაც აგერ დაწყებულ იმ 2 საათიანი ლაპარაკის მერე რაზეც თქვა რომ მაგარი ლაპარაკი მქონდა და მართლა ყველა რაღაცა ნუ რაღაც დამშვიდდები რა ადამიანი რომ ცოლს თუ მოიკითხავს და ხუმრობის ხასიათზე ხარ მოდი პირდაპირ ხადაობის ხასიათზე თუ ხარ ესე იგი რაღაცა იცის ამ კაცს ამორჩევა მაგრამ რატო ხდება მაშინ ის რაც დღეს ხდება აგერ დღეს კიდე დაიბომბა როგორც ამბობენ რუსეთს რაღაც ტერიტორია მოხდა იქ რაღაცა ანუ ამ შემთხვევაში ვერ არის ბოლომდე ვერ გამოდგა ბოლომდე თუ მაინც რაღაც გარკვეულ შეიძლება ნაწილი მის ხელში არ არის ეს არის აი რატო ვერ აგვარებს ამას ბოლომდე თენგომ თქვა ძალიან სწორად ყველაფერი მის ხელში არ არის და აი საუბარი დავიწყოთ ამ გადაცემაში რითი რომ პოლარიზებულია საზოგადოება პოლარიზებულია ელიტური სტრუქტურა 45 წლის შემდეგ პოლიტიკური კლასის ფორმირება ნუ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში ხო
პოლიტიკური ელიტის ფორმირება ხდებოდა დასავლეთში ყოველ შემთხვევაში ამ ორი ელიტის დაპირისპირების ფონზე. გლობალისტები და სუვერენიტეტის მომხრე კონსერვატორები, ასე ვთქვათ, დავშალოთ. ამან მძაფრი ასახვა ტრამპის მოსვლის შემდეგ გამოავლინა ეს მძაფრი დაპირისპირება მათ შორის. თქვათ ის ფინანსური, საბანკო სექტორი, სამრეწველო სექტორი და ამათ შორის მიდის დაფინანსება. დაპირისპირება, კოლიზია. ამ კოლიზიამ პოლიტიკურ ელიტებში ასახვა გამოიწვია დასავლურ კაპიტალისტურ სისტემებში, დასავლურ ლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემებში. აი ეს არის დაპირისპირება, მას არა აქვს ტრამპს აქვს ასე იმასაც ზელენსკისაც უთხრა გამარჯვების კარტები და ჯოკერი არ გიჭირავს ხელში. მე ამ ტრამპსაც ამ გლობალური მასშტაბით ეს ჯოკერი არ უჭირავს ხელში. შესაბამისად მას აქვს ერთი ნახევარი თუნდაც საზოგადოების და ელიტის მხარდაჭერა, თუნდაც მეორე ნახევარი, როგორც საზოგადოება გლობალურ მასშტაბით ვიძახი, აი ევროატლანტიკურ სივრცეზე ვიძახი. მეორე ნახევარი მოწინააღმდეგეა როგორც მასები, ასევე ელიტები. შესაბამისად ის ვერ ახორციელებს თავისი დანაპირების რეალიზაციას. მას ძალიან სურს ამ ომის გაჩერება. ეს ჩანს, ვინაიდან მისი ამ ელიტის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მათ სურთ გადასვლას, ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამ თემას. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისკენ, ჩინეთის წინააღმდეგ და ამის საშუალებას არ აძლევს. მათ განსხვავებული იმ გლობალისტებს განსხვავებული ხედვა აქვს. გლობალისტების თავარ განსხვავება ჰარტლენდის, ასე უძახიან რუსეთის ტერიტორიას. ჰარტლენდის დამარცხება და მასზე ტოტალური კონტროლის დამყარება. ამის შემდეგ ხდება ჩინეთის პრობლემა. ჩინეთზე გადასვლა. კი ბატონო. ესე პირიქით. ერთ-ერთი მოხმარებელი გვიწერს ვაჩორს მინდა რომ უპასუხოთ იმაზე გამოგვეხმაურა რომ გავლენას ახდენს თქო რა ეს ტრამპის ამბები ჩვენს ცხოვრებაში რომ არანაირ გავლენას არ ახდენსო ჩემზეო სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვარო და ახლობით აი ამ პათოსი წერს და ჩვენს მეც მინდა უბრალოდ უთხრა ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი რომ ტრამპის აზრები ახდენს ჩვენზე გავლენას მისი მოქმედებები ის ახდენს გავლენას ჩვენზე რაც ხდება ამერიკაში იმიტომ რომ მათ აქვს ზემოქმედების ბერკეტები აქეთ ევროპაზეც რუსეთს ელაპარაკებენ ზოგადად საერთოდ აი ამ პლანეტაზე ვინც ცხოვრობთ ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები მათ შორის ჩვენზეც ახდენს ამ ფორმით გავლენას თორე იმას კი არ ამბობს ვინმე რომ ხა ტრამპი რას იფიქრებს იმ ჭუაზე არ გადავდივართ არ ჩვენ და ეგ არაფერშუაში არ არის ეს ვიგულისხმეთ რომ გავლენაში არა მესმის ხო და ხა პირადად შეიძლება გავლენას ახდენდეს რაღაცა მუსიკა ჩვენზე რაღაცა ფილმი რაღაცა რეჟისორი პოლიტიკურ ნაწილზე ვსაუბრობ და ყველაზე მთავარი რაც არის მშვიდობა გვინდა და ისა მაპატი ეთენგო დღეს წაგართმევ ხო არა უბრალოდ ეს თემა რომ დავამთავროთ წაგართმევ ერთ რამოდენიმე წუთს კიდე და ირაკლი ახსენე შენ ჯოკერი ეს არ არის ტრამპის ხელში ეს ჯოკერი და ასევე ახსენე ნუ დაპირისპირება ორ კითხვას დავსვავ პირველი მე საუბრობ ეხლა და კითხავს ვსვავ მოდი რა ჩვეულებრივი სოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის სახელით ვისაც მშვიდობა უნდა და იმედია რომ 7 მილიარდზე ცოტა მეტი ვართ როგორც ვიცი აღარა ვარ 7 მილიარდი მაგრამ ნუ რავი 99%-ს მშვიდობა უნდა ხო რომ გაიგვიძებს პირველი რაც უნდა რა რწმენისას არ უნდა იყოს გათენდა მშვიდობა უნდა და მათი სახელით ვამბობ არ მაინტერესებს ვის ხელშია არის რომ პუტინის ხელში ეს ჯოკერი თუნდაც რომ ეს დამთავრდეს კი ბატონო და მე ხომ ჯოკერზეა საუბარი მეორე კითხვა იქნება ჩემი თუ ჩვენ ლაპარაკობთ რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება თუ რაც მართლა არავის არ უნდა მით უმეტეს იმ ელიტებს ბირთვული ომზეა საუბარი აქ არავინ არ იუქმება რომ მე ხლა ახალ ჯარს გამოვუშვები აქ თუ რამე იქნება საუბარი მათ შორის პუტინის ვიზეც თუ ფიქრობთ რომ ჯოკერი მის ხელშია ბირთვული არახზე ამბობს და მე რაღაც გეტყვი ჯოკერი ერთი ჯოკერი არის დაუშვათ ამ რეალისტების ხარეს აი სუვერენიტეტის მომხრეების მეორე ჯოკერი არის გლობალისტების ხარეს ტრამპის ერთი მიდგომა როგორია თუ ჩვენ ეს ამ კონფლიქტის ესკალაციას მოვახდენთ შესაბამისად მივალთ მესამე მსოფლიო ომამდე რაც იქნება ბირთვული კატასტროფა და გასობრიობა მოისპობა მეორე ჯოკერი ვისაც მეორე ეს გლობალისტური მხარე ვისაც მეორე ჯოკერი უჭირავს ხელში ხო ესენი უმტკიცებენ მეორე მხარეს ვერ ხედავთ ჩვენ სტრატეგიულ ბომბარდირებზე დარტყმები მივაყენეთ მაგრამ რუსეთი არანაირ რეაგირება არ აქვს ისეთ რაც საჭიროა ხო რაც ბირთულმა ან უკან დაიხიოს ან დაჯდეს წითელი ხაზები 2002 წლიდან 5 ჯერ შეიცვალა წითელი ხაზი უკვე რუსეთისთვისაც ხო ეს არის უკან იხევს და ის მეორე ჯოკერი ხო ხედავთ თქვენ მაგრამ მაინც გულის სიღრმეში ჯერ კიდე შიში აქვს ვაი და გამოიყენოს ეს დაუშვათ და ბირთვული ტაქტიკური თუნდაც სადმე ამით თუ ეს მოხდა ნუ ახლო ხანებში მე ჯერჯერობით არ ველოდები მას რომ მოხდეს ხო ასეთ რაღაც ამის მე გავშლი მე უფრო გვიან შევძლებ გავშლი ამ თემას
თუ გამოიყენა ამ შემთხვევაში ტაქტიკური საქმე, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ორივე ჯოკერი აღმოჩნდება ტრამპის ხელში და მათ ეტყვის, ხო გეუბნებოდით მე თქვენ კატასტროფამდე მივალთ. და დასავლური საზოგადოებას იმის შიში იქნება ხა იქ იმის შიში, ну არის ტაქტიკური და სტრატეგიული, ხო? აი ტაქტიკურზე ვამბობ. ну თეორიულ დაშვებაზეც რო. თეორიულ დაშვებას, კი ბატონო. აი ეს თუმცა ორივე ჯოკერი აღმოჩნდება უკვე ამ მეორე ელიტების ხარეს, ამ კონსერვატორების, სუვერენიტეტის მომხრე ელიტების ხარეს აღმოჩნდება ეს ორივე ჯოკერი და შესაბამისად ის დასავლურ გლობალისტური ელიტების მომხრე საზოგადოებას აქეთ გადმოიხრება იმის შიშით. ვაი და მეც არ მოვყვე ამ კატასტროფაში, გესმით? ეგ გასაგებია, თუმცა აქვე არის საინტერესო ის, რომ მთავარი რაც არის ალბათ აი ამ დაპირისპირებაში, რაც გამოჩნდა ამ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რამდენად ქმედითია არის ის რა ბერკეტები აქვს ამ შემთხვევაში დაუშვათ ევროპას, რომ მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს თავისი პოლიტიკა და პუტინმა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები. ეს არის სანქციები, ხო, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არც თავიდან იყო ამ მხრივ ახლა მაინდა-მაინც დიდი ერთსულოვნება, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო იგრძნობა დასავლეთში, ევროპაში კონკრეტულად ამ პოლიტიკის მიმართ სკეპტიციზმი და არაერთსულოვნება, ასე ვთქვათ. ევროპა არ არის ერთიანი, როდესაც ისაუბრობს, რომ რუსეთს უნდა დაუწესოს სანქციები. ამის დემონსტრირებისთვის გვინდა რომ გავუშვათ ფიცოს კომენტარი, სლოვაკეთის ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაბლოკავს ყველა სანქციების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც პირდაპირ სლოვაკეთის უსაფრთხოებას და მის ინტერესებს რაიმე ფორმით შეუქმნის წინააღმდეგობასო. მოდით მოვისმინოთ ეს კომენტარი. სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს დაბლოკავს, თუ სანქციები მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანს მიაყენებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. როგორც რობერტ ფიცომ აღნიშნა, ის ვერ დაუჭერს მხარს ზომებს, რომლებიც სლოვაკეთის ატომური სადგურისთვის რუსული საწვავის იმპორტს დაბლოკავს. რამდენიმე დღით ადრე სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს ახალ სანქციებს. თუ სანქციები სლოვაკეთის ეროვნულ ინტერესს დააზარალებს, ჩვენ მათ დავბლოკავთ. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ იმით, რომ ევროკავშირში კონსტრუქციული მოთამაშე ვიყოთ, მაგრამ არა სლოვაკეთის რესპუბლიკის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. აი ეს პროცესი სადამდე შეიძლება წავიდეს ირაკლი, ეს არის საინტერესო და გულისხმობ რას უკვე დაიძრა ევროპაში რამდენიმე წელია უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ როგორც მოხსენებათ აქამდე გადაწყვეტილებები მიიღება და დღეს მოქმედი მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობით 27 წევრის თანხმობით ხდება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა შემდეგ გერმანიას ჰქონდა ასეთი ინიციატივა, რომ აი უნგრეთის, სლოვაკეთის მაგალითიდან გამომდინარე, რადგან რთულდებაო გადაწყვეტილებების მიღება, შემოვიღოთ არა კონსენსუსის წესი, შევცვალოთ უფრო კონსენსუსის წესი შევცვალოთო უმრავლესობით რა, მოკლედ უმრავლესობა თუ ეთანხმება ქვეყნების, ეს რაღაცა ტიპის მაგალითად რუსეთთან სანქციების გადაწყვეტილებას, სლოვაკეთს, უნგრეთს ცალკე აღარ ექნება იმის ბერკეტი, რომ რაიმე დაბლოკოს. ამ ხრივ რამდენად არის ეს შენი აზრით საშიში პროცესი, იმიტომ რომ კონსენსუსი არის ალბათ ამ შემთხვევაში ევროკავშირის არსებობის აზრი, ხო, რომ ჩვენ ყველანი სანამ რაღაც ერთ აზრამდე არ მივალთ, მანამდე არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს ეხმარება საბოლოო ჯამში ევროპას, რომ კონდეს რაღაც ერთიანი პოლიტიკა და ყველა თანხმდებოდეს ამ პოლიტიკაზე. როგორც კი შემოვა ეს უმრავლესობის წესი, რომ გადაწყვეტილებებს უკვე ვიღებთ არა კონსენსუსით, არამედ თუ 27-დან მაგალითად 25 ვეთანხმებით იმორის აზრი აღარ გვაინტერესებს, ეს არ მიდის ევროკავშირის ევროკავშირის დაშლამდე არ წავა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემი აზრით რა კარგავს მე ხო ქვეყანა мотиваციას იქ ყოფნის, ის ფაქტიურად უკვე ემორჩილება არა აი სლოვაკეთი ამ შემთხვევაში სლოვაკეთს მოუწევს რომ დაემორჩილოს რაღაც დირექტივას და არა იმას რომ იმოქმედოს საკუთარი შეხედულებების და საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ერთ დავამატებ აი თეგო მახსენა დაშლა. ამას მოყვება ევროკავშირისკენ დაშლა თუ დაპირისპირება შიგნით, ჩვენ რა გავიხსენოთ. ისტორიის ნაწილიც გავიხსენოთ. დაპირისპირება შიგნით არ დაგვავისდეს ორბანმა რამოდენიმე კვირის უკან უკრაინასთან დახმარებაში და აი ამ მთელ ამბებში რომ ფინანსურ დახმარება და განცხადება გააკეთა, თქვა მე ვარ ჩემი ხალხის ლიდერი და არც ერთი უნგრელი ფერმერი, შრომელი, არის ბიზნესმენი თუ რიგით მოქალაქე არ უნდა იხდიდეს ფულს იმაში, რომ ქვეყანაში ასეთი ის მოხდეს, რაც მოვიდა უკრაინას. ძალიან საინტერესოა ეს. იცით რა, ეგ მე მგონი ორი სახელმწიფოა, ხო? ორადორი. უნგრეთი და სლოვაკეთი ჯერჯერობით რომელიც ღიად ბრიუსელის კურს, თუმცა არც იტალია ახლა ბედნიერი მაყოლაფრით ეთყობა და მეუს რაღაცას შეიცვალა რაღაცაც. იცით რა, მოდით დავაკვირდეთ რას. იქ მრავალპარტიული სისტემებია, საპარლამენტო რესპუბლიკა უფრო სწორედ და მრავალპარტიული სისტემები გვაქვს უნგრეთშიც და სლოვაკეთშიც. აი თუ გვახსოვს ამ მართველი პარტიები როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამდენი პროცენტით მოვიდნენ.
პიცო მახსოვს თუ რაღაც 40-მდეც არ იყო. მაგრამ პიცოზე არ გადავიდეს მანამდე რა მოხდა? პიცოზე გადასვლა. მე სხვა რაღაცას ვიძახე, მე სხვა რაღაცას. ანუ ავტორიტეტი. კი, ხდება ევროპაში არ გულისხმობს ასეც, მოდი უთხრათ რომ გასაგები იყოს რაზეც გვაქვს საუბარი. მაყურებელს მე მგონი დანიაში იყო თუ სწორად მახსოვს და თუ მეშლება ამას ჩვენი ფაქტ-ჩეკერები არ მაპატიებენ, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ალბათ 11-12 პარტია იყო მართლ კოალიციაში. კი ბატონო, მე სხვა რაღაცას ყველაზე მაღალი მხარდაჭერით ვინც იყო შესული იყო 19%. მე სხვა რაღაცა, კი ბატონო, მე სხვა რაღაცას ვამახვილ ყურადღებას. აი, დაუშვათ 40% უჭერს ხარს პიცოს პოლიტიკას. 60% მოწინააღმდეგეა. თუ ამათი გარიყვა მოხდა ეს სიტყვაზე ვთქვა, უნგრეთში ორბანის და ამ პიცოს, უნგრეთ-სლოვაკეთზეა საუბარი, ხო? ამან ხო შესაძლოა უკვე შედეგი გამოიღოს ამ მართველი ხელისუფლებებისათვის. მეორე მხარი 60%, რომელიც სურს მკვეთრად ინტეგრაცია ამ ევროკავშირში, ინტეგრებულებიც არიან ისე და ყოველ მხრივ ინტეგრებული არიან, თუმცა იმ დირექტივების შესრულება უფრო მეტად მოსწონს დაუშვათ იმ 60%, ძალიან ისე უხეშად რო ვთქვა, 60% მოსწონს, 40% არა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაუშვათ ამ ხელისუფლებების ან დამხობა, ან არჩევნებში დამარცხება. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე რაღაც ევროკავშირის დაშლაზე საუბარი ეს ცოტა ისეთია, გესმით? არა ის არის თუნდაც რომ მიიღოს უმრავლესობით დაუშვათ 2/3 უმრავლესობა, ამდენაც მე მახსოვს თუ არ ვწდები, ხო? 2/3 უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება და აი სახელმწიფოებს რომელიც არ ემორჩილებიან ჩვენ კურსს, ბრიუსელის კურსს. შესაბამისად ამით გავიტანოთ ჩვენი და კონსენსუსის ამაზე უარი ვთქვათ. თუმცა აი ასეთი სიტუაცია, ამაში შეიძლება პირიქით უკვე შედეგი გამოიღოს და ორბანმა და ფიცომს არ დაკარგონ ძალაუფლება და ხელისუფლება. გელვადიანად ეგ მაინც ეხა ფიცოზე და იმაზე კი არ არის გასულ. ეს პროცესი დასრულდება ერთ შემთხვევაში, გესმით? ეს პროცესი აი უკრაინასთან მიმართებაში და ევროპული ელიტების მიდგომა, აი გლობალისტური ელიტების დასრულდება ერთ შემთხვევაში. როცა ევროპელი ამომრჩეველი იგრძნობს, რომ ერთი ნაბიჯიღა აკლია სიკვდილამდე. ამაში რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აი ბირთული არას. ანუ გულისხმობ ბირთული არას, კი ბატონო. აი მაშინ უკვე შეიცვლიან ისინი შეხედულებებს და მოუწოდებენ იმ ელიტებს, გაჩერდ მეტი ნაბიჯი აღარ გადადგათ. და ეს ძალიან მარტივად შეიძლება, ეს არის დასავლური საზოგადოება, ეს არის ძალიან რაციონალური, პრაგმატული საზოგადოება. აი უტილიტარიზმზე აგებული საზოგადოება, რომლის თავარი ამოცანა მატერიალურ კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მას სურს ამ ქვეყანაში ცხოვროს და ისიამოვნოს. იხდის იმ ქვეყნის გადასახადებს, არის წესიერი პატიოსანი. მაგრამ იგივე ჩახედავს სიკვდილს თვალებში, აი ამის მე დაუპირისპირდება უნდა იგრძნო. და ეს რა თქმა უნდა. მაგრამ არის იცი აი მაგალითად გერმანულ საზოგადოებაზე ავიღოთ რა. რაღაცა დაბალი პროცენტით თავიდანვე, ისე არ იყო ამაზე საუბარი. ბირთული აი რაც ირაკლი თქვა რომ ევროპის მოქალაქე, მაგალითად გერმანიის მოქალაქე, რომელიც აი დაბადებულია, გაზრდილია იმ გარემოში, ნახო ვიცით ხო, იცით შესანიშნავად თავის ქვეყნის ისტორია, რებს გაუარა, არის ერთ-ერთი რა ვიცი, მექაა ხო, რაღაცა წარმატების, გამოგონების ინდუსტრიის. რა თქმა უნდა, ეს ტვინში როგორც კი ამაზე მიდის საუბარი ეს ომი და აი მშვიდობის ხელყოფის თემა როცა არის, ბუნებრივია ნენელა უკვე მიდიან და გროვდება უკვე შეიძლება დაბალი პროცენტი, მაგრამ გროვდება ბირთული იარაღის შიში. მაგრამ აქვე არის ამას უპირისპირდება იქაც საშინელი პროპაგანდაა. იქაც როგორი პროპაგანდაა, იცი, რამოდენიმე არხი აეხლა განსაკუთრებით დედასგეფიცები ჩვეთარო ტევ პირველი და ეს არის ზუსტად ეგ არის. იმდენად მაგრამ იქაც აი ბევრი ანუ ბევრი ადამიანი ამას ურთიერთ ასაკში, ანუ 50 წელს გადაცილებული ადამიანი ამას აცნობიერებს, საშინელად არ მოწონს ეს, ამის ეშინიასაც ირაკლი ამბობს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მაინც რაღაცა კომპლექსის თუ გავლენის ქვეშ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეს მიგრანტები მაინც მშვიდობას ითხოვენ ჩვენგან, იქ ომია, ზელენსკი გმირია, აი ეს რაღაცები მაინც ფარავს. ეს რისი ნაწილია? აი ბოლო მომენტს გეტყვით, აი ამ ნიჭიერ საზოგადოებას აი რუსეთს ნაციონალური საფრთხების დოქტრინაში უწევს ასე რომ ისე ტრიადა რასაც ქვია, ხო, ბირთული იარაღი, ხმელეთზე, ჰაერში და წყალში. კი ბატონო. შესაბამისად, ამ ტრიადის ერთ-ერთ კომპონენტზე იერიშის მიტანა ამ ნაციონალური საფრთხების დოქტრინით რუსეთს უფლება ხელფეხი ეხსნება ბირთული იარაღი გამოიყენოს. მოიცა რას ამბობ შენ, ანუ იმ შეტევით ნიშნავდა რომ რა თქმა უნდა ხელყოფა იყო პრინციპში რა. წითელი ხაზი როგორ გითხარით? წითელი ხაზი ჩაყლაბა იცი. ანუ კარგი, მოდი თავიდან გავიგოთ, საზოგადოების რო იყოს. შენ ამბობ რომ რუსეთს ეგრეთ წოდებული რაღაც უწერია, არსებობს ასეთი ხელშეკრულება. არა, ნაციონალური საფრთხების დოქტრინაში უწერია რომ თუ მოხდა მის ობიექტებზე და მათ შორის ერთ-ერთი ანტრიადის ერთ-ერთ კომპონენტზე თუ მოხდა შეტევა
ეს ნიშნავს, რომ მას ხელფეხი ეხსნება არა რაღაც საერთაშორისო კონვენციების რომ მან გააკეთოს განაცხადი მინიმუმ რომ მე მზად ვარ დავიცვა თავი ბირთვული არ აქვს. ანუ ამას ამბობ. კი, რა თქმა უნდა. და ეს ნიშნავს რომ უკრაინა რასაც თავს დაესხა ის შედის ამ რა თქმა უნდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რუსეთმა ისე ჩაღლაპა. ისინის მოწინააღმდეგე იქიდან ვინც არის, ხო? ნუ პირობითად გლობალისტური ელიტაზე დავარ. მაგ ელიტებმაც ხო იციან ეს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ უკან და ამა შესაბამისი ზომის პასუხი არ გასცა. კი, ბომბავს კიევს, დუბნას, თუ სხვა ქალაქებს, ხარკოვს, მაგრამ ეს არ არის რეაქცია, რაც აუცილებელი და საჭიროა. ისმის? ეს არ არის სიმეტრიული რეაქცია იმაზე, რაც მათ გააკეთა. კარგი, მაშინ სხვანაირად დავსო უკითხოს. ირაკლი, ახლა აი მე მარტივად გადავწყვიტავდი მე ახსენე, კი ბატონო, რა ხარ შენ ეს ახსენე? მაშინ მარტივად დავსო ჩვენ გადაცემაში კითხოს, კი ბატონო. ერთ მარტივად დავსო კითხოს. თუ გაქვს ეს დოქტრინა და განხორციელდა ეს თავდასხმა. იმის მერე გავიდა 2 კვირა და აგერ დღეს ახლა როგორც არ ვიცი დაზუსტებული არა გვაქვს ინფორმაცია. განხორციელდა კიდე დაბომბეს რაღაც ტერიტორია. ჰამასი დაბომბესო ერთ-ერთი კულტურის სახლი თუ რაღაც. ჰაიმარსით მე მგონი. მე არ ვამბობ ადამიანი კიდე ერთხელ ვამბობ. მაშინ რატომ არ იყენებს ან რატომ მინიმუმ განაცხადს არ აკეთებს იმ ელიტებისთვის მაინც რომ დანარჩენი მსოფლიო არ შევეწიროთ ამ ამბავს. რატო არ აკეთებს მაშინ ამას? ალბათ კიდე იმედია გაჩერდებიან. ან სხვა იმედი, ან შეიძლება რაც ფიქრობს რომ აი კონვენციურ ომში, ნუ ეხლა როგორც ჩანს, ნუ რასაც ვკითხულობთ ეხლა ინფორმაცია რეალობაში არ ვიცით ეხლა იქ რა ხდება, ხო? რა ინფორმაცია მოდის ორივე მხრიდან. რომ ამ სუმის ოლქს უტევს და სხვა ფრონტის ხაზზე რაც გარკვეული ტიპის წარმატებები აქვს. ან შეიძლება თქვათ ეს ისევ იმ კონტექსტში ნაწილი იყოს ტრამპის და პუტინის დაწყებული მოლაპარაკები. ანუ დიდი ქვეყნები ხვდებიან რომ ეთყობა არ უღირს ამის გამო ჩაშლა აი ამ დიდი მოლაპარაკებები. თენგო როგორ რაღაცა იცი? შენს უკანს 150 მილიონი კაცი პრეზიდენტი, პუტინი არის პრეზიდენტი უზარმაზარი ქვეყნის. დიდი დანაკარგებია უკვე ისედაც. რაღაცა პასუხი ხო უნდა მე არ ვამბობ. რაღაცა პასუხი უნდა გაეცეს ამას. მაგას ხო შეიძლება ტრამპაც გაუსვა. მე რაღაცას გეტყვი. საერთოდ ამ ომის დასაწყისი და რუსეთის ჩათრევა ამ კონფლიქტში დასავლეთის მიერ მიმართული იყო იქითკენ რომ თავიდან ისე უყურებდნენ დასავლური ელიტები რომ ეს ომი თუ დაიწყება რუსეთს სტრატეგიულ ასე თქვა მარცხს მივაყენებთ. მათაც იცოდნენ რომ ძალიან რთული იყო სტრატეგიული მარცხის მიყენება. თუმცა აქ თავარი გათვლა კეთდებოდა რაზე? პუტინის რეიტინგის დაცემაზე, მის დელეგიტიმაციაზე და ამხობაზე. ეხლა ეს პროცესი თუ რამე სათანადო პასუხი არ გასცა რუსულმა მხარემ და უშუალოდ ეს მიიწვევს ეტაპობრივად მიიყვან ჩემი აზრით ამ მდგომარეობა. კი ბატონო, დაკარგავს ავტორიტეტს. ნუ ეხლა ამ პუტინის თემაც ისეთია რომ ის ამას მე მგონი აღარ დაუშვებს. და ჩვენ მართლა მივიღოთ კატასტროფამდე თუ ასე ის ყველაფერი გაგრძელდა. კი ბატონო, შენ არ დაგეთანხმება. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ გაგანია ომი მიდის ახლა. გეტყვი ვინ არ გეთანხმება, სხვა შორის აი მინდა რომ ძალიან ბატონო ვალერი კვარაცხელიას გადაცემიდან ერთი პატარა მონაკვეთი მოვიყარე არის. ბატონი ვალერი. შენ არ გეთანხმება ვანო ნადირაძე, თუ იცი ვინ არის ეს ადამიანი, ვანო ბახმუტელის სახელით არის ცნობილი ძირითადად სოციალურ ქსელში ჩვენი მაყურებლისთვის. მინდა რომ ის ვიდეოც ვნახოთ აი ამ ტრიადასთან დაკავშირებით არის და შემდეგ აი ბატონი ვალერის გენიალური კომენტარი ახლავსთან და მოვისმინოთ ორივე. არ ვიცი რა თქვა რა. ეს სოფლიო ისტორიას არ ახსოვს ხალხო. არ ვიცი რა ეს ალბათ ჩვენც გადაჩენილები ვართ აი ყველა რესპუბლიკასთან ომი რო დაეწყოთ ფაქტობრივად გაუნადგურეთ აი ფსტოსანი რაკეტები ვითარ შეიძლება გამოეშვათ. ამიტომ სლავა SBU. ქართველებო, ნუ თუ მოიძებნება ჩვენ შორის ადამიანი, ვინც დაიჯერებს იმას, რომ აი ამან რუსეთის ბირთვული ტრიადა დაანგრია. აი ამან თუნდაც იმ უკრაინელებთან SBU-სთან ერთად ისეთი დარტყმა მიაყენა რუსეთს, რომ რუსეთი წელში ვეღარ გაიმართება. არსებობს ასეთი ქართველი ჩვენ შორის? არსებობენ, შემორჩნენ ასეთი გულუბრყვილო, მეტი რომ არ ვთქვა, ადამიანები კიდევ ჩვენ ცხოვრებას? ხომ სირცხვილია ეს ყველაფერი? აი,
რაში არის საქმე? სხვა შორის აი, იმიტომ დავტოვე ბატონი ვალერის მონაკვეთიც, მისი კომენტარიც, რომ აი ზუსტად იგივე რეაქცია გქონდა მე. ბატონ ვალერის ესეთი რეაქცია ქონდა ხა ამაზე, რომ მაგრამ აი სერიოზულად აი ესეთი ხალხი, რომ აი წარმოიდგინე, ჩვენ ცხოვრობ საზოგადოებაში, თან ეს კაცი არ არის აქ, ნუ კაი. ომში ამბობს და კი ბატონო რაღაცა ისიც, მაგრამ ჩვენ ხო ცხოვრობ ჩვენს ირგვლივ არის საზოგადოება, რომ გახსოვთ ეს კაცი ადრე რებს გეუნებოდა დაჯექითო ქუძე კაციო და წამოით იბრძოლ. ანუ წარმოგიდგენია და აი პასუხი. აი ამათ სამწუხაროდ რა ქართველი არის ირაკლი აი ისეთი თქმა მინდოდა რომ ჩვენ საზოგადოებაში მართლა არსებობენ ესეთი ადამიანები ვისთვისაც ჩვენ ნახეთ მაგალითად აი დონალდ ტრამპის რეაქცია და ამერიკის ადმინისტრაციის რეაქცია ამ თავდასხმაზე რა იყო რომ პირველი რაც მათ გააკეთეს გამოვიდნენ და თქვენს რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ და ჯერ ესეთის მიუსამძიმრეს ეს ცოტა ისე ჟესტია მიუსამძიმრეს შიში აქვს ბიჭული ანუ ეს რომ გაფრთხილებული არ ვიყავი იცი რომ მე ისი თქმა მინდა ამ შემთხვევაში რომ დაახლოებით 4-ჯერ გააკეთა განცხადება რაც დავთვალე ამერიკის ადმინისტრაციამ ხან ვისი პირით მე პირადად ტრამპმა ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ ამ პასუხს რუბიომ ყველა სამიძე სადაც იყო ჩასული ყველა მაგალითზე ამ დროს აი ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები რომლებიც გეტყვიან რომ დონალდ ტრამპმა და იმან მარკო რუბიომ რა იცის და ეგენი სულელები და რუსეთუმეები არიანო და აი ვანო ნადირაძისგან იღებს მე ინფორმაციას და ამისი ჯერა მე აი მართლა მაშინებს ასეთი ადამიანების არსებობა ჩვენ საზოგადოებაში რომ აი ვიღაცისთვის ტრამპი არის არასერიოზული პუტინისტი და რაღაც კრემლიდან დაფინანსებული და ვანო ნადირაძე ვანო ბახმუტელი არის ავტორიტეტი და მისგან იღებს სანდოდ ინფორმაციას აი რა უნდა უშველოთ ამ ხალხს მე რაღაცას გეტყვით ერთ რაღაც ჩემი აზრით როგორ შეიძლება დასრულდეს ეს კონფლიქტი დასავლეთი ну ეს გლობალისტური ელიტა როგორ ჩანს მათ სურდა სურვილი აქვს ეს ომი გაიწელოს და ну დამხაცულ ომში გადაზარდონ ორივე მხარე ამას ცდილობს თუმცა მათი დასავლეთის შესაძლებლობები რუსეთთან მიმართებაში ბევრი ახლა წარმოგიდგენთ 50 რეალურად რო ავიღოთ de facto მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს de facto ჯერჯერობით შესაბამისად ახლა 56 თუ რაღაცა კოალიციაა შექმნილი, ხო? ნატო და კიდე სხვა ქვეყნები სახელმწიფოა ჩართული. 58 სახელმწიფოა ჩართული. კი ბატონო. ამის პირობებში მათი სამხედრო ტექნოლოგიური ეს ფინანსური შესაძლებლობები, ახლა ერთ სუვერენულ სახელმწიფო ებზის დასავლურ ასე თქვა ცივილიზაციას რო ვთქვა. ნუ ევროატლანტიკურ ამ სივრცეს. ნუ ეს უბრალოდ როგორც შეშა ისე გამოიყენებიან ეს საცუდავი უკრაინელები ამ დიდ გლობალურ გეოპოლიტიკურ ომში. საერთოდ მე აი ჩემი გადმოსახედიდან ეს კიდევ თქვი და კიდევ ვიმეორებ ეს ომი რომ მორჩეს იმ დასავლური საზოგადოებამ ამ შემთხვევაში ევროპელებზე უფრო მეტი აქცენტი ევროპელებზე ვაკეთებ მათ რეალურად სიკვდილს უნდა ჩახედონ თვალებში მათ შიში გაუჩნდეთ რომ ამ კონფლიქტის ამ ომის ესკალაცია გამოიწვევს მათ ფიზიკურ განადგურებას ლიკვიდაციას ევროპელების ზოგადად ხო და ეხა მეტი რაღა უნდა მე გეტყვით ეს მე რო ვიყო მაგალითად აი რუსეთის მხარეს ეხა მე კიდე არავის მხარეს არ ვარ მაგრამ უბრალოდ აი რუსების მხარეს რო მე მინდა რომ ომი მორჩეს ხსნით მე წოდება ერთი მხარეს და მეორე მილიონობით ადამიანია დაღუპული ამ ომში თუმცა ის მხარე ამ ომის გაჩერება მათ არ სურთ მათ სურთ რაც შეიძლება სერიოზულ პრობლემაში ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანოს რუსეთი იქ მოხდეს გარკვეული გადატრიალება და პუტინი ჩაანაცვლა ეს არის მათი ამოსავალი წერტილი მათი ამოცანა აი მე რო ვიყო და ამის მაგალითსაც მოვიყვან უკან დაიხევენ ბირთვულ ომში დასავლეთი და მე ამ მაგალითსაც მოგიყვანთ ერთს ვაჟო 40 ნუ იმაში მოხდა რა ბერლინის კრიზისთან დაკავშირებით აი მაგალითად რუსები ამბობენ რომ ჩვენ გვაქვს არეშნიკ და რომელიც დარტყმა და ხო ტაქტიკურ ბირთვული იარაღის შესაბამისი დარტყმა აქვს. თუმცა რადიაციას არ გამოყავს და არ აბინძურებს. ეს არ არის ბირთვული იარაღი, თუმცა ბირთვული კობინის გადატანა. ეხლა მე რუსულმა მხარემ ასეთი რაღაცა გააკეთოს. ეხლა პოლონეთში არის ბაზა ჟეშუვი, სადაც ხდება ეს თქვა. საიდანაც ხდება? აი პერევალაშნი პუნქტი, რასაც ამბობენ. ხო, იქ მოდის შეიარაღება და შემდეგ შემოდის უკრაინაში. ამას ეს არეშნიკი რო გლიჯოს, ნუ ნატოს წევრი სახელმწიფოა. კი. ნატოს წევრი სახელმწიფოა. არეშნიკი რო გლიჯოს ამას. ეს ბაზა გაანადგუროს და საბაბით არგუმენტით რომ მაკედან მოდის ესენი უკვე ჩართულები არა ეს ფაქტობრივად კი არა, ნუ დე იურე ჩართულები არიან ესენი ომში. გამოდის რომ ნატოს წევრი სახელმწიფო. მან მე შემდგომ რუსეთმა რომ მოიყვანოს, თუ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება სრულ მზადყოფნაში რომ მოიყვანოს. თქვენ ამ დარტყმის მერე მე როგორ გონია თქვენ ისინი დაიწყებენ იმას რა ქვია ბირთვულ დარტყმას მიაყენებენ რუსო გამორიცხულია ევროპელი მოქალაქეები მე მაგალითად მოგიყვანს 50% დაფიქსირება ბერლინის კრიზისი 50 წელი ბერლინის კრიზისი რომ მოხდა და პრობლემები შეუქმნა მაშინ საოკუპაციო ზონებად იყო გერმანია დაყოფილი
და ბერლინის შესაბამისად. როდესაც გზები ჩაუკეტა ამერიკელებს სტალინის ბრძანებით საბჭოთა კავშირმა, მათ შეშინება მოინდომეს სტალინის. ეს მე ჩვენო ბირთვული იარაღი გვაქვს, მათ ჰქონდათ, ამათ არ ჰქონდათ. ჩვენ შეიარაღება გვაქვს, ბირთვულიო დავარტყამთ მოსკოვს, გაგანადგურებთო. მაშინ სტალინმა ასეთი პასუხი გასცა. რამოდენიმე მილიონიანი არმია ეყენა ევროპაში მაშინ საბჭოთა კავშირს. იმათ იმდენი არ ყავდათ. სანამო თქვენი მაშინ თვითმფრინავებით ხდებოდა გადამტანის საშუალება იყო თვითმფრინავებდა ბალისტიკური რაკეტები. სანამო თქვენი თვითმფრინავები საბჭოთა საზღვარს მოუახლოვდებიან, მანამდე გავცემ ბრძანებასო, ერთი ცოცხალი არსება არ დატოვონ ევროპის კონტინენტზე. ცოცხალი ადამიანიო რა, ცოცხალი არსებაო. უკან დაიხია ეგრევა დასავლეთმა ამ თამაში. მათ ძალიან ესენი მატერიალისტური საზოგადოება. არსებობს ასეთი დისციპლინა საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგია. როგორ ხდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, ეს დამოკიდებულია იქაურ სოციალურ სტრუქტურაზე, მათ სოფხედველობაზე და ასე შემდეგ. აი მათი დასავლური საზოგადოება ეს წმინდა მატერიალისტური. ეხლა უკრაინის ზელენსკის თუ იმას სტარმერს კუბოში არ ჩაყვებიან ისინი, ესმით? ეგრე უკან დაიხევენ და ეს არის ზუსტად საშიშროება. ეს არის საშიშროება. ეს რაღაცა ამ დონეზე რო არ მივიდეს ესკალაცია. უყურე რაღაცა ეს რაღაცა ფორმით უნდა მოხდეს ამის გამოხატვა. ამ საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ესე იგი მასიური გამოსვლები, ანუ ევროპის ქალაქებში. მაგათაც გერმანული საზოგადოება რომ იხტობა რომ აი ეს კაცი ამას აკეთებს და როგორც ახლა ირაკლიმ ჩამოაყალიბა მას უყურე რაღაცა როგორც ახლა ირაკლიმ ჩამოაყალიბა რომ მას აქვს სრული უფლება საკუთარ დოქტრინაში უწერია ჩემ სტრატეგიულ ობიექტზე განახორციელა უკრაინამ თავდასხმა განხორციელა და ეს ყველაფერი პოლონეთის აემბაზიდან მე მაქვს უფლება როდესაც ევროპელი საზოგადოება მიხვდება ამას რომ აქ არის ბირთვული კატასტროფა ანუ კაცი გვემუქრება ბირთვული კატასტროფით თან არ დაგავისდეს ის ვიდეოს თესოფლიოს აქ ნანახსას პუტინი ამბობს თუ მთელი მსოფლიოს არ უწერია ყოფნა მაშინ რატო საერთოდ რა გვინდა მსოფლიოს სადაც არის იქნება რუსეთი ამ ყველაფრის ფონზე ანუ რა უნდა დაიწყოს მე ხა ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა ანუ უნდა დაიწყოს მასიური გამოსვლები ევროპაში დაუპირისპირდნენ იმ ელიტებს რომლებსაც ეს უნდათ კი ბატონო ეს ვერ უნდა ჩაახშონ ამ ელიტებმა მოდი მაგას ვიტყვი ჩემ აზრს მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით ევროპელები როგორც განვითარებული ცივილიზებული წესიერი საზოგადოება არიან მათ აქვთ ასეთი მექანიზმი ამას ქვია არჩევნები ის მათ უნდა მათ ესე სწამთ და ესე ჯერა და სწორია ესეც რომ თუ არ მოგწონს თუ კურს არ ეთანხმები არწევს ამის არჩევნები და მოდი არჩევნებზე შევცვალოთ ხელისუფლება მაგრამ აი უბრალოდ დავასრულებ აზრს რომ ამ შემთხვევაში აი მე მაგ სცენარს რა შემთხვევაში ვარაუდობ რომ მასიური გამოსვლები და წინააღმდეგობის დაწყება ხდება ალბათ უნდა ხდებოდეს ევროპაში იმ დროს თუკი ჩვენ ასევე მასიურად ვნახავთ იმ სცენარს რაც ვნახეთ რუმინეთში როდესაც ხალხმა გამოხატა აზრი არჩევნებზე აირჩია კონკრეტული პოლიტიკური კურსი კონკრეტული პოლიტიკოსი და აი ესე უბრალოდ ბრიუსელმა ჩათვალა არ მოიწონა არჩევანი და გააუქმა ამას თუ მიეცემა პრეცედენტის სახე და ეს თუ მოხდება რეგულარულად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მე დარწმუნებული ვარ რომ იქ ელიტები მიიღებენ ხალხისგან უკვე მართლა ქუჩაში პირდაპირ წინააღმდეგობა უყურე შენ ახსენე და რატომ მიდოდა რატო გეჩერებოდი შენ ახსენე რომ აი ჩვენთვის ცნობილი ევროპული ცივილიზაცია განათლებული ხალხი ჩვენ თუ საპარაკო პოლიტიკოსებზე რომელ შენ იცი გერმანიის პოლიტიკოსები. ეს ის პოლიტიკოსები აღარ არიან შროდერები, კოლები. არა, ვიცი, მე მაგ საზოგადოებაზე. ხო, მაგრამ სამწუხაროდ დღეს იცი ვინ არის? გერმანიის პარლამენტში შეიხედე. გერმანიის იმაში, ანუ საფრანგეთში შეხედეთ, ნახოთ რა ხდება. ის პოლიტიკური ელიტები აღარ არის ხალხი. პოლიტიკური ელიტების დეგრადაცია, ტიპები მოვიდნენ. ინგლისის პრემიერ-მინისტრი ყავდა ვიღაცა არა, ეს ვაჟნორის აი ფეხბურთის გუნდები და პარლამენტი ერთადერთია. მე ამას ვამბობ, სამწუხაროდ აღარ არიან ის პოლიტიკოსები. ის გავლენები, ის ურთიერთპატივისცემა, დაპირისპირებული ხარები. ბოლო-ბოლო გავიხსენოთ, მართლა გადავეკიდეთ ხანდახან ვამბობ, რომ საკუთარ ისტორიას ვაფურთხებთ. საკუთარ იმას, რა ქვია, არ მოგწონს, არ გვეამახება და სტალინთან ვინ ჩავიდა? ორი კაცი ჩავიდა. ერთ კვალი როდესაც გახდა, საერთოდ მოხდა ინგლისელებმაც და ამერიკელებმაც თხოვეს რომ შენთან ერთად შენ შეგიძლია დაამარცხო და დიალოგი იყო სტალინის შეხვდა არავის არ გაექცა არ დაუწყიათ იქ ყვირილი და ძახილი რა ქვია ის ოკუპანტ და ასე შემდეგ დღეს ის პოლიტიკოსები აღარ არიან თეკოდორი დიდი სიამოვნებით დღეს საზოგადოება უნდა გადაწყვიტოს ფაქტიურად ისინი უყურებენ ამას მასას
და ესენი კიდე რო გამოვიდნენ იქ, ვინ უნდა გადაწყვიტოს გერმანიაში უსაფრთხოებაში გერმანელები იმდენი აღარ არის, რამდენიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ხო და ამას ვამბობ, ეს უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში იქაურმა საზოგადოებამ, ევროპულმა საზოგადოებამ და ამაში შეიძლება ჩვენ გქონდეს მეტი გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან აი ეს იქ არის თაობები, 2-3 თაობა გაიზარდა პირობითად მეტი ალბათ ისეთ გარემოში, სადაც იყო სტაბილური პოლიტიკური გარემო, სადაც ისინი პატიოსნად მუშაობდა ხელისუფლება. და პატრიოტები იყვნენ. იყვნენ პატრიოტები. ეხლა შენ წარმოიდგინე პიცურ არ იყოს ბოდიში და ორბანი ვის მოიყვანენ იქ ესენი ბრიუსელი ვის მოიყვანს. აი ვის მოიყვანა იქ. ევროპა დღეს, ევროპული საზოგადოება დღეს ეჯახება ამ რეალობას, რომ თურმე არსებობს ისეთი ვითარებები, სადაც არც სახელმწიფო მუშაობს სწორად, არც პოლიტიკური ელიტები არ გამოხატავენ შენი ქვეყნის და შენი საზოგადოების ინტერესს და მათ ეს უნდა გააცნობიერონ თქო. ამ რომ აი იგივე არჩევნები, როგორც მექანიზმი ხელისუფლების შესulis აღარ მუშაობს, აი რუმინეთი არის ამისი მაგალითი, პირობითად რომ ავირჩიე და აირჩია რუმინულმა საზოგადოებამ, მაგრამ ბრიუსელმა გადაუსვა ხაზი. ამას რომ გააცნობიერებს ევროპული საზოგადოებები, ახლა რა ვიცი, მიტინგები და გამოსვლები და რევოლუციები მაგათ მოგონია. ფონ დერ ლაინის ხელში რო იქნება მთელი ევროპის ბედი, შენ წარმოგიდგენია იმ ევროპის და ირაკლი ჩვენ დრო მოიწორო, მაგრამ გვაქვს ბოლო კითხვა რა დავსვა. ზუსტად აი ამ კონტექსტში, მაინც როგორც პოლიტოლოგი, მაინც როგორც ანალიტიკოსი და შესწავლილი გაქვს არაერთი ქვეყნის ისტორია, პოლიტიკა ასე შემდეგ. რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი, რაც მე ვთქვი, თქვა, აი რასაც ხა მე თეგოსაუბრობ. პოლიტიკური ელიტები ერთია, ამ ელიტებშიც კიდე ძალიან ბევრს ნიშნავს ქვეყნის პატრიოტები, რაღაც განათლებული ხალხი, დიპლომატები. დღეს უყურებთ ირაკლი ჩვენ რას? ომის მოწოდებებს აკეთებენ დიპლომატები და სამხედროები ამბობენ მშვიდობა იყოსო. გავიხსენოთ ამის მაგალითი? ჟალუზნი, პირველი პრობლემა რაც შეექმნა ჟალუზნის, რატო გადაიყვანეს დიპლომატი გახადეს? კაცი სამხედრო იყო და მე მახსოვს გურამ ნიკოლაიშვილი, მე ხარმინა კიდე ყველაფერი თქვა. ჯერ ერთმანეთს ხო იციან და სტრატეგიად ეს ხო რაღაცა იმ საბჭოთა სისტემის რაღაცა სკოლაა, ხო? ამბობდა კაცი ამბობდა რომ ეს კაციო ზუსტად იცის რომ არ გამოვა ეს შეტევები არ გამოვა. სამხედროები ითხოვდნენ მშვიდობას და დიპლომატები ითხოვდნენ ომს. აი ამ პირობებში ამდენად შესაძლებელია ზალუჟნის სიტყვები გამახსენდა ბოლო რამოდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება ზალუჟნი. ის ამბობს რომ ჩვენ უკვე 91 წლის საზღვრს ვეღარ დაუბრუნდებითო, ვერ დავიბრუნდეთ იმ ტერიტორიებს. მაშინ ის მოკითხვა ამ ზელენსკის მიმართ. რაზე ხოცავ ამ ხალხს? რაზე ანადგურებ? თუმცა ზელენსკი ხო არ არის დამოუკიდებელი ახლა. ზელენსკი და იმ გლობალისტური ელიტების თქვა დავალებებს ასრულებს უკრაინაში. და ამ ომს აგზელებს. ხო, მათი მიზანი ამოსავალი წერტილი არა უკრაინის გაერთიანება, არამედ რუსეთში პუტინის ამხობა, მეც ხო არაფერი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ არა ის ფაქტორი, რომ პოლიტიკური ელიტები, ხელისუფლებები იმ ქვეყნებში იყვნენ, არ ვიცი, ურბანისტნაირი, პიცოსნაირი, და ან ჩვენ შეხედავს ავიღოთ, ჩვენთან რო არ ყოფილიყო. აქ ორივე მედალი, თუმცა ამ ეტაპზე, რომ ევროპაში რო იყვნენ აი კონსერვატორი მართველები, აი რომელიც მოდერნის ფაზაში ყოფები, ხო? ამ შემთხვევაში მოდერნის ფაზა ერის სუვერენული სახელმწიფოს პრინციპი პრიმატი იმუშავებდა, ხოლო ამ პრიმატში ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდნენ. ну დღეს ამ გლობალისტების ხელში რაღაც გლობალური რაღაც დღეს წესრიგი აქვს შექმნილი დემოკრატიის გავრცელება, ერთიანი რაღაც უნიპოლარული სისტემის შექმნა, კულტურა და სტანდარტიზაცია და მთელი ამბები და მთელი ამბები. დიდი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა ერთ რაღაცას ვიტყვი. ხო, ერთ რაღაცას ვიტყვი. საზოგადო მაყურებელი ძალიან ბევრია ნახვა, დიდი მადლობა. საკმაოდ აქტიურობს ხალხი ჩვენს აქვეა სოციალურ კომენტარებშიც ასევე და აქვე ვიტყვი რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება საშუალება უფრო მეტად დროს დამატების საშუალებას გვექნება და ალბათ ნახევარსაათ დავამატებ და შემოვა ზარიც შემოვა ჩვენთან გადაცემაში სტუმართან ერთად მithumetet განსაკუთრებით და ასევე ჩვენ გვექნება უფრო ბევრი საშუალება ვიდეოების გაშვების და მაგალითების ჩვენების. ასე რომ დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს და მაყურებელს, გამოიწერა ჩვენი YouTube არხი, Facebook არხი და შესაბამისად რა თქმა უნდა იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ირაკლის. მადლობა ირაკლის პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. საინტერესო გამოვიდა მე ვფიქრობ ეთერი. მადლობა მერაბ შენს. დავუშვიდობები მაყურებელს. კონკრეტულად ჩემი გადაცემა იქნება 4 შაბათს 6 საათზე. დაუბრუნდები ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად გვექნება ასევე მნიშვნელოვანი თემების განხილვა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის. დაგაბრძანებულებით.